ოკუპანტმა უკრაინელებს ბზობის დღესასწაული რუსული ბომბებით მიულოცა ბალისტიკური რაკეტების წვიმამ სუმი რამდენიმე წუთში ტრაგედიის ადგილად აქცია. ქალაქი ახლა ომს შეწირულ 34 ადამიანს, მათ შორის 2 ბავშვს ემშვიდობება. ღვთისმსახურებაზე დასასწრებად ეკლესიაში წასვლას გეგმავდით, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, თუმცა იქამდე ვერ მივაღწიეთ. მეოთხე სართულზე ბინაში ვიყავი, როდესაც აფეთქების ტალღა მომისროლა. არ მახსოვს გონება დავკარგე თუ არა, მაგრამ ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ, სადაც არც სამხედრო ბაზაა და არც ჯარისკაცები არიან განლაგებული. ეს უბრალოდ გენოციდია. საშინელება იყო მინიმუმ 4 ადამიანის ცხედარი დავინახე. ადამიანები, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძვიან, ამბობენ, რომ მართლმადიდებლები არიან და ღმერთის წამთ, თუმცა ის რაც დღეს ჩვენ განვიცადეთ, ტერორიზმია. უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას საკუთარ ქვეყანაში ეპატიჟება და სთავაზობს რუსული აგრესიის შედეგები საკუთარი თვალით ნახოს. დანარჩენ მოკავშირეებს კი გადამწყვეტი ქმედებების აუცილებლობას ახსენებს. ბზობის კვირას ასე მოქცევა მხოლოდ ბინძურ არამზადებს შეუძლიათ. ომები სრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სამხედრო დანაშაულებები არ ავიწყდებათ და როდესაც აგრესორზე არის ზეწოლა. ყოველი რუსული ბალისტიკური რაკეტა, ყოველი საკრუიზო რაკეტა, ყოველი შაჰიდის დრონი და ყოველი მართვადი ბომბი ურტყამს არა მხოლოდ ჩვენს ხალხს და ჩვენს დასახლებებს, არამედ დიპლომატიასაც და პოლიტიკურ ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად. რუსულ თავდასხმას შეცდომა უწოდა ამერიკის 47 პრეზიდენტმა ტრამპს მოსკოვი არ უხსენებია, თუმცა საკუთარი წინამორბედის კრიტიკა არ დავიწყებია და ამ ომის დაწყებაში დამნაშავედაც კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ეს ქვეყანა არასდროს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას. მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი. გახსოვდეთ, ეს ბაიდენის ომია. მე კი უბრალოდ ბევრი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით მის შეჩერებას ვცდილობ. ბზობის კვირას თავდასხმაზე საგანგებო განცხადებებს ავრცელებენ ევროპელი ლიდერებიც. რუსული აგრესია დაგმეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერებმაც. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რათა ომი ნამდვილად დასრულდეს. მშვიდობის მისაღწევა აუცილებელია, ეს ორივე მხარეს უნდოდეს. რუსეთს კი ვხედავთ, რომ სინამდვილეში ომი სურს. უკრაინა ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტას უპირობოდ დათანხმდა. ეს საშინელი თავდასხმები კი რუსეთის დამცინავი პასუხია. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია დაინახავენ, რომ რუსეთის ლიდერი მათ კეთილნებას დასცინის და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ეს საშინელი თავდასხმა ცხადყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის განადგურებისა და ევროპულ მშვიდობაზე შეტევის გაგრძელება სურს. ყველას, ვისაც მშვიდობა სურს, უკრაინა უნდა დაიცვას და მას მხარი უნდა დაუჭიროს. მჯერა შეერთებულ შტატებს, რომელმაც მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად დიდი ძალისხმევა ჩადო, ახლა შეუძლია სანქციების დახმარებით ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს. რუსეთის სამიზნეში დღეს ოდესა და ზაპოროჟიეც მოექცა ეს კი იმ ფონზე, როდესაც თურქეთი შავი ზღვის უსაფრთხოების შეხვედრის მასპინძლობისთვის ემზადება. 15 აპრილის შეხვედრის ფარგლებში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები გაიმართება, სადაც მთავარი თემა მხარეებს შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შავ ზღვაში მშვიდობის შენარჩუნება იქნება.